მოდი სულფასო სემილებო, მეგობრებო, მაყურებლებო, ვინ როგორ უსმენს? უყურებს თუ უსმენს და დღეს მინდა მე თქვენ შემოგთავაზოთ ისმაილ პერეზის მორიგი ვიდეო, რომლის რუსულენოვანი ვიდეო ატვირთულია 25 ივლისს არხით ელენა მოზა და სადაც და ვიდეოში ისმაილი ეხება თემას მზად ხართ თუ არა თქვენ აქტივაციისთვის გაცალოთ ისმაილ პერეზს უნდა ჩვენ წაგვიკითხოს მეთაური ვალიანტ ტორის მორიგი გზავნილი, რომელიც ეხება ჩვენი გენეტიკის, ჩვენი მძინარე გენეტიკის აქტივაციას. ამახლებასთან დაკავშირებით. ანუ თუ ეს არის მზადისი იმისთვის, რომ ჩვენ გავიაროთ ამაღლება წარმატებულად. ისმაილ პერეზი მოკითხვას უთლის ყველას, მათ შორის მის ხელმომწერებს და ამბობს, რომ ინფორმაცია პლანეტაზე ამ მომენტისთვისო თუ ჩვენ ვისაუბრებთო მთელი კოსმოსური სტრუქტურის კოსმოსური ინფრასტრუქტურაზე, კოსმოსურ ისტორიაზე და ახსნითო მთელ კოსმოსურ ოდისეას. ეს არის ყველაზე კარგი საშუალება აღწერო, რაც ხდებაო ახლა, აღწერო მიმდინარე პროცესები. აქ კურსებს მაგი უკეთებს რეკლამას, თავის შეხვედრებს, კურსებს. ეს ყველაფერი მე გამოტოვებული მაქვს, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ხდება ამერიკაში. აქედან საქართველოსდან მაინც ჩვენ ვერ ჩავა იქა კურსის მოსასმენად, ამიტომ მე მას ვტოვებ და გადავდივარ პირდაპირ ინფორმაციაზე. და ის ამბობს, რომ მე ჩავატარებ 29 აგვისტოსო ვებინარსო და ვებინარზე მე მოყვებიო ინფორმაციას, რომელიც ეხებაო კოსმოსურ ისტორიას, ანდრომედას ისტორიას, აგრეთვე დეტალებში მოგიყვებითო ორიგინალურ კოსმოსურ ომზე, ელოქიმებზე. ჯერჯერობით ეს კურსი არის ჯერ მიუთითომილი, მაგრამ ეს კურსი იქნება მისასწორი ზუმში. ხო, ეს მე ეტოც გავთიშავ. ახლა დავიწყებ პირდაპირ გზავნილით. რას წერს, რა წერია ვალიანტ უпростоრად, ვალიანტ ტორის გზავნილში. აქტივაციის საათი გვიახლოვდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანიაო. ყურადღება მიაქციეთო. მრავალი საუკუნეების განმავლობაში ითვლიდნენ, რომ ჩვენ ხალხი ვართ მხოლოდ ბიოლოგიური არსებები, რომლის შესაძლებლობები არის შეზღუდული და ჩვენ უწოდებთ ჩვენ სხეულს მოკვდავ ფიზიკურ სხეულს, მაგრამ მოკვდავი ფიზიკური სხეული, რომელსაც ჩვენ ვხედავთ სარკეში ხოლმე, ჩვენ თავს, ხო? ეს არის მხოლოდ 2% იმისა, თუ სინამდვილეში ვინ ხართ თქვენ. ეს ფიზიკური სხეული წარმოადგენს მხოლოდ 2% იმ ხედვიდან, რასაც ჩვენ ვხედავთ. ხო და ეს აღთქმა, ეს 2%-იანი აღთქმა იყო საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ შეგვეძლო უფრო ჭიდრო სფეროების შემეცნება ჩვენ სხეულის გარსში. მაგრამ მოვიდაო დრო, რომ გაგვახსენდესო მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. ზუსტად ის, რომ ჩვენ ვართო
მრავალგანზომილებიანი არსებები, რომლებიც მოვიდა ადამიანურ სამყაროში. სწავლების მიხედვითო, რომლებიც შეინარჩუნაო ეზოტერიკულმა ტრადიციებმა, ჩვენი ფიზიკური გენეტიკა ეს არის მხოლოდ გარსი, უფრო უდიდესი და მრავალგანზომილებიანი სტრუქტურისა. ეს ნიშნავს, რომ ყოველი ადამიანი შიგნით იმყოფება ის, რასაც ძველი მისტიკური სკოლები უწოდებენ სინათლის სხეულს, კრისტალურ ენერგეტიკული შაბლონი, რომელიც არსებობს ფიზიკური აღთქმის, ჩვეულებრივი ფიზიკური აღთქმის ფარგლებ მიღმა. სინამდვილეში ეს ზუსტად ის არის ის საწყისი შაბლონი ჩვენი საწყისი მოწყობილობისა. ესე იგი, კომანდორ ვალიან ტორის სიტყვებით 96-97% ჩვენი შაბლონისა რჩებოდა არა აქტიურ მდგომარეობაში მრავალი დროის განმავლობაში. იმაში, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ყველაზე მჭიდრო მატერიის სფეროებად. ამდაგორად ჩვენ გავხდით მოუქტავები. კიდევ გეუბნებით, რომ უქტავობა არ არსებობს. არც მარადისობა არსებობს. უბრალოდ ვიღა ცხოვრობს იმ მოკლე ცხოვრებას, რომელსაც გავდივართ ჩვენ ახლა ამ პერიოდში. კოღოები ცხოვრობენ რამდენიმე დღეს, ბევრი მტერი ცხოვრობს რამდენიმე დღეს და ვაპატიეთ ასე მემართება თუ როდესაც ვიდეოს თარგმნი. და რა არის მარადისობა? აი ის უცხო პლანეტელები, რომელსაც ჩვენ ღმერთებს უწოდებთ, ისინიც კი არ არიან უქტავები, იმიტომ რომ ყველა გააჩნია თავისი სიცოცხლის რაღაც დრო პერიოდი. ხო, მაგალითად დრაკონიელებს რო ხშირად ვახსენებ, მე დრაკონიელები ცხოვრობენ 500,000 წელი. ზოგი ცივილიზაციები ცხოვრობენ 1000 წელი, 1500 წელი, 2000 წელი. ზოგი ცივილიზაციები ცხოვრობენ 500,000 წელზე მეცაც. არიან ასეთებიც, მაგრამ უქტავი არავინ არ არის. უქტავის სულიც კი არ არის, თუ შენ არ გაუფრთხილდი შენ სულს. ხო, სული თუ დაღუპე, ის სამუდამოდ იღუპება, შენ იმის საშუალებაც არ გექნება, რომ შემდეგი ცხოვრება გაიარო და შემდეგი ცხოვრებაში მაინც მიიღო გამოცდილება. მაგრამ კიდევ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ სულები რაც ვართ დედამიწაზე არა, მარტო დედამიწაზე არა. სამყაროში ვართ ფრაქტალები ჩვენი ცენტრალური წყაროსი. რატო ვამბობ ცენტრალური წყაროსი? ჩვენ ვამბობთ ხშირად, აი მე ხშირად ვახსენებ შემოქმედი, შემქმნელი. ერთი მთავარი შექმნელია, რომელმაც შემდეგ გაამრავლა ეს ყველაფერი და იმ მთავარი შექმნელის ფრაგმენტირებული ნაწილები ვარ ჩვენ ყველანი, ჩვენი თავისი ცნობიერებასთან ერთად. ხო, ეს ძალიან რთული დასაჯერებელია. სანამ ეს გავიგე, დრო დამჭირდა. კიდევ ძალიან რთულია, იცით? შეიძლება ამ სქემებში ჩაიხლავთო. იმიტომ რომ ჯერთ ის რომ შენ თავიდან ვერ იღებ ამ ინფორმაციას, არ გჯერა და მე კიდევ იცით რა ძალიან რთულად აღსაქმელია პირველად, მაგრამ შემდეგ რომ გაირკვევით, გაიგებთ, წარმოგიდგენიათ ეგ ყველაფერი მათემატიკური სიზუსტით. ყველაფერი მათემატიკური სიზუსტით და გეომეტრიული სიზუსტით არის ყველაფერი შექმნილი. ერთ მცირე შეცდომა, ზედმეტად არც იქე და არც აქეთ. აი რაც საჭიროა და ჩვენ ვართო, ამბობს ისმაილ, ერთიანი მთლიანობა, რომელიც მოთმინებით ელოდება ჩვენ საჭირო დროს, როდესაც მოხდება ჩვენი მძინარე დნმ-ის აქტივაცია და ვარიანტორს უნდა რომ ჩვენ გავიგოთ, რომ ჩვენი დნმ იმასე მეტია, როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია. ის დნმ არ არის უბრალოდ ბიოლოგიური ინსტრუქციების კრებული, რომელიც შეადგენს 60%-ს
მთელი ჩვენი გენეტიკური მასალისაგან. არა, ჩვენი დნმ ეს არის მრავალგანზომილებიანი მიმღები, გადამცემი და აგრეთვე შემნახული მატრიცა, რომელსაც შეუძლია ურთიერთკავშირი ჩვენი მაღალი ცნობიერების მდგომარეობებთან. ამდაგვარად ფიზიკური ძაფები, რომელსაც უწოდებენ ორმაგ სპირალს, ხედავენ მხოლოდ ისინი, ვისაც ჩვენი მეცნიერები შეუძლიათ, ვისი აღთქმა შეუძლიათ ჩვენ მეცნიერებს და შესწავლა და გაგება. ეს არის მხოლოდ ერთი ასპექტი ჩვენი გაფართოებული გენეტიკური არქიტექტურისა. ამ ბიოქიმიური სტრუქტურის მიღმა იმალება ის, რასაც ჩვენ ახი გვქვამთ, როგორც რთულ კრისტალიკურ ბადეს, სინათლის ბადეს, რომელიც არის ცოცხალი ველი, რომელსაც შეუძლია შეინახოს უზარმაზარი რაოდენობა ინფორმაციული რეზონანსისა. ჩვენ აგრეთვე გვაქვს შიდა პროგრამული დამაგსახა სიტყვა აბესპეჩენი, ქართულად დამაგსახა ეს კარგი იყოს, რომელიც დიდხანს იმყოფებოდა მძინარე მდგომარეობაში. სინამდვილეში ჩვენ ვართ ნებისმიერი მანქანაზე უფრო სრულყოფილები, ნებისმიერი გამოსათვლელი მანქანაზე უფრო სრულყოფილები, რომელიც შექმნა ადამიანებმა და ეს კრისტალური შაბლონი, რომელიც ახლა არის მზად აქტივაციისთვის და ვის თქვენგანი მზად არის, უკვე აქტივირება დაიწყეთ და ის არის ენერგეტიკული საფუძველი იმისა, რომ ყოველ სულიერ ტრადიციაში, უბრალოდ რასაც ყოველ სულიერ ტრადიციაში უწოდებენ სხეულის სინათლეს. ათასწლეულების განმავლობაში ამის ბევრი ნაწილი, ამ მაღალი პოტენციალის ბევრი ნაწილი რჩებოდაო არა აქტიურ მდგომარეობაში. არა, ეს დნმ-ის 12 ძაფი არავის გაუქმებია, უბრალოდ ეს 12 ძაფი გათიშენ. მაგრამ კაცობრიობა შევიდა კაცობრიობამ ფეხი შედგა მთლიანობაში ახალ ევოლუციურ ფაზაში, იმის გამო რაც ახლა ხდება ჩვენ პლანეტაზე. აგრეთვე იმის გამო რომ ბევრი ხალხი იღვიძებს, რადგან კონცენტრირებულები არიან თავიანთი ინდივიდუალობის განვითარებაზე, ჩვენ განვისცით რაღაც უფრო მეც, ვიდრე იმას, რასაც ჩვენ განვისციდით ამ ბოლო წლების, ათასწლეულების განმავლობაში, ამ ფიზიკურ რეალობაში, მაგრამ გარემო იცვლება, კოსმოსური გარემო შეიცვალა და ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ჩვენ ვასრულებთ მრავალ ციკლებს და არა მხოლოდ ჩვენი მზის სისტემა გადადის სრულიად ფოტონურ დიაპაზონში, მაგრამ მთელი ჩვენი გალაქტიკა სინქრონიზირებს იმასთან, რასაც უწოდებენ კოსმოსურ გულისცემას. მე ვიცი, რომ ზოგი რამ ამ ყველაფრიდან მოგეჩვენებათ უცნაურად, მაგრამ მომიცით საშუალება აგიხსნათო. იცით, რომ ჩვენი გალაქტიკა გადის იმას, რასაც უწოდებენ განმეორებადი საევოლუციო ციკლებს და განსაზღვრულ ეპოქებში, ენერგეტიკულ პირობებში დგება უფრო ასე ვთქვათ, საჭირო დრო გაფართოებული ცნობიერების გაფართოებული მდგომარეობებისთვის და ძველი მისტიკური ტრადიციების მიხედვით, ბევრი ერებისა და დამტკიცებული ვარსკვლავთაშორისო ჩანაწერების მიხედვით, ვალიატორის ნათქვამით, თურმე ბევრი სამყაროები განიცდიან იმ პერიოდებს ევოლუციური პოტენციალისა, რომლებიც განიხილება როგორც შესაძლებლობები უფრო ცნობიერების უფრო ჩქარი განვითარებისთვის. ბევრი სამყაროები და არა მხოლოდ დედამიწა გადის მორიგ ციკლებს დაცემისა და აღმავლობისა, ბნელდა ბევრმა გაიარა ბნელი და ნათელი საუკუნეები და იქიდან გამომდინარე თუ ჩვენ სად ვართ ახლა ამჟამად, დედამიწა სწორდება უდიდესი ცენტრალური მზის შეფარდებაში და რადგან ჩვენ გავსწორდით უდიდესი ცენტრალური მზის შეფარდებაში, ენერგეტიკული ნაკადები, რომლებიც ახლა მოედინებიან ჩვენ მზის სისტემაში,
აღიწერება როგორც კატალიზატორი, რომელიც აქტივიზაციას უკეთებს მძინარე ძაფებს, რომელსაც მეცნიერება უწოდებს ნაგვის DNF-ს, ასე რომ ხდება რა ხდება ახლა ჩვენ ტრანსფორმირდებით, ჩვენ ვიცლებით მოლეკულარულ და უჯრედულ დონეზე რეალობისა. მე ამის შესახებ ვამბობდიო, ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენი მზის სისტემა შედის ფოტონურ სარტყელში, ხდება სახეობის ტრანსფორმაცია და ეს არნიშნავს, რომ კაცობრიობა ტრანსფორმირდება ავტომატურად, ტრანსფორმირდებიან მხოლოდ ისინი, ვინც არიან მზად გადავიდნენ შემდეგ საფეხურზე კაცობრიობის ევოლუციისა და ბევრი ამისგან არის დაკავშირებული ტრიფუკაციასთან, იმიტომ რომ ისინი ვინც არ არიან მზად სამწუხაროდ ვერ განიცდიან ახმავლობას. ამის მაგივრად ჩვენ ძლიერდებით როგორც პიროვნები, როგორც კოლექტივი, ამიტომ ასეთი მნიშვნელოვანია შიდა მომზადება. რას ხედავ მე, რას გულისხმობ მე შიდა მომზადების ქვეშ, ჩვენ უნდა განვივითაროთ შიდა ზრდის შეგრძნება, ჩვენ უნდა ჩავხმავდეთ ჩვენ თავში და იცით ბევრი ეძებს ჩვენ სამყაროში ძალიან ბევრი ეძებს აქტივაციას გარე მოვლენების მხრიდან, მაგრამ და ბევრი ელოდება ტექნოლოგიებს, რომლებიც იპოვეს და იმედი აქვენ, რომ მთავრობები რაღაცას გააკეთებენ, ხო? არა ელოდებიან დახმარებას გარედან. იმათ გონიათ, რომ გაჩნდება ისევ ახალი მესია, რომელიც დაგეხმარება ჩვენ აქტივირებაში, მაგრამ ეს მასე არ არის. ზოგი ელოდება რაღაც ერთხლიან კოსმოსურ მოვლენას, რომელიც მომენტალურად აღემატებოდეს იქნება მათ ცნობიერებას, მაგრამ ეს მასე არ მუშაობს. სინათლის სხეული არ ეხოძებს თავისით, არა. სინათლის სხეული ეს არის ნაწილი სხვა რაღაცისა. 96-97% ჩვენი მძინარე გენეტიკა რეაგირებს მხოლოდ რეზონანსზე. ამდაგორად ყოველი შეზღუდული დოგმა, რომელიც ინახება ჩვენ ქვეცნობიერებაში, ქმნის ენერგეტიკულ სიმჭიდროვეს და ეს ზღუდავს ბუნებრივ დინებას ჩვენი მაღალი გონებისა. მაგალითს მოგიყვანთო, როდესაც ჩვენ განიცდით შიშს, ის იწყებსო ჩვენი ველის შეკუმშვას. ანუ როდესაც ჩვენ რაღაც შიში ჩაგვევარდება, ჩვენი ველი იკუმშვება. ესე იგი, იკუმშვება ჩვენი სინათლის სხეული. ეს იმის საწინააღმდეგოა, რაც ჭირდებაო აქტივიზაციისთვისო, სინათლის სხეულისაო, ხო? და ჩვენ როდესაც შიშები გვაქვს, ეს ჩვენ გვთიშავს. ამიტომ შიშები არ ჩაიდოთ გულში. როდესაც ჩვენ განიცდითო წყენას, მაშინაც იკუმშვებაო ჩვენი ველი. როდესაც ჩვენ განიცდითო სიძულვილს, მაშინაც იკუმშვებაო ჩვენი ველი, ანუ ჩვენი სინათლის სხეულები. როდესაც ჩვენ გავსჯით ვინმეს, მაშინაც იკუმშვება ჩვენი ველი. ამიტომ თავარიაო გაიგოთო, რომ კომანდორ ვალიან ტორის სიტყვებით, ახლა არ არის დრო სიძულვილისთვის, წყენისთვის ან შიშებისთვის. იმიტომ თან ყოველი როგორ გითხრათ, ყოველი გადაულახავი პრობლემა, ყოველი გადაულახავი რაღაც ნეგატიური, ასე ვთქვათ, საქმეები ქმნის პატერნს, რომელიც აბნელებს თქვენი საწყისი ბუნების განათებას. ამიტომ ყველა ნაღდი სულიერი ტრადიციები პირველ რიგში აკეთებენ გაწმენდას და შემდეგ უკვე საუბრობენ განათლებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი თავებიდან, გავწვიდოთ ჩვენი შიდა სივრცე, შიდა მდგომარეობა, გამოვასწოროთ. თუ თქვენ კიდაც სრულად გაიხსნათ, გახსნათ თქვენი პოტენციალი ამ კოლექტიურ აღმავლობის პროცესში, ჩვენ ყველას გვჭირდება შიდა სამუშაოს, ასე ვთქვათ, გაკეთება. როგორც კი ჩვენ შევძლებთ მეოთხე განზომილებამდე
ან მეხუთე განზომილებამდე ასულას, მხოლოდ მაშინ გამიგზავრებით 6D-ში, 7D-ში, 8D-ში, 9D-ში და მეტი D-ში. და ბევრი თქვენგანი გაემგზავრება 9D-ში, 10D-ში, 11D-ში, 12D-ში, მაგრამ ეს გზა იწყება ჩვენი შიდა მდგომარეობიდან, როდესაც ჩვენ პრაქტიკას, ესე იგი პატიბის პრაქტიკას ვაწარმოებთ, ჩვენ მაგით ვცვლით წყენას. და როდესაც ჩვენი ველი, სინათლის სხეული ხდება უფრო მთლიანი და იწყებს გაფართოებას, ჩვენ ვართ მადლიერები, მადლიერება კი ანაცვლეს შიშს და ჩვენი სხეული, ჩვენი სინათლის სხეული ხდება უფრო გამთლიანებული. როდესაც ჩვენ ვართ უფრო მშვიდები, როდესაც ჩვენ ადვენების მიმართ გვაქვს სითოდვილი და გვაქვს აი სიტყვა ვერ გავიხსენე, რუსულად ქვია მას, ახლა არ მინდა შევიდე ინტერნეტში, იმიტომ რომ შემდეგ ისე ამერება აქა ტექსტიდან ამოვარდები, სასტრადანიე, რუსულად სიტყვა სასტრადანიე, ენაზე მაკელია და ვერ გავიხსენე. კარგით, მოდით გავაგრძელებ. და ჩვენი ველი დგება სრული. როდესაც თქვენი აზრები, თქვენი ემოციები და თქვენი მოქმედებები მოგყავთ თქვენ მაღალ ფასეულობებთან, რა ხდება? კრისტალური სტრუქტურა იწყებს უფრო ჰარმონიურად რეზონირებას ცნობიერების დიდ ველთან. და ჩვენი თვალსაზრისითო ზუსტად ამ ბერმა სკოლებმა და განვითარებულმა ვარსკვლავთა საშორისო კულტურებმა დაიწყეს სხეულის სინათლის სხეულის აქტივირება და როდესაც ჩვენ სხეულის ყოველთვის მეშლება, როდესაც ჩვენ სინათლის სხეულს უკეთებთ აქტივირებას, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვტოვებთ დედამიწას, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ განვასახიერებთ მაღალ გამოვლინებებს, ცნობიერების მაღალ გამოვლინებებს დედამიწაზე ცხოვრებით. ბევრი ძველი ცივილიზაციებმა ჩადეს საფუძველში ეს გაგება თავის საკრალურ გეომეტრიის ტაძრებში და თავის მითნის ტრადიციებში, იმიტომ რომ მათ ესმოდათ, რომ კაცობრიობამ არ უნდა დარჩეს მარადიულად ცნობიერების, ესე იგი, არა გადარჩენის ცნობიერების ჩარჩოში. ყოველ სულში არის ჩადებული, ასე ვთქვათ, სამაგალითო ნიმუში. ყოველ გულში არის ჩადებული საწყისი სიხშირე. ყოველ გულში და არა მხოლოდ განვითარებულ სულებში, რომლებიც მოვიდნენ მაღალი რეალობებიდან, რომ დაგეხმაროთ ჩვენ ახმავლობაში, მაგრამ ახალგაზრდა სულებშიც კი არის ის ჩადებული. ჩვენში ყველაში დეს საწყისი სიხშირე. ყოველი ადამიანი ფლობს პოტენციალით თავისი სიბრძნის დიდი სიბრძნის გამოვლენისთვის, კრეატივობის და ინტუიციის გამოვლენისთვის. კოსმოსური ენერგიები, რომლებიც ახლა შემოდიან ჩვენ სამყაროში, აჩქარებენ ამ პროცესს, არა მხოლოდ მათთვის, ვინც შინაგანად მოემზადა, მათ მაინც ახსოვთ და იცით რა, მოხდა კოლექტიური მზის ამოფრქვევა. პლანეტაზე უნდა იყოს საკმარისი რაოდენობა სულიერად განვითარებული ადამიანებისა, რომლებმაც უკვე ჩაატარეს ეს შიდა სამუშაო. ამიტომ შიდა სამუშაოს გარეშე ჩვენ ვერ მივახცევთ კრიტიკულ მასას, არ იქნება არანაირი მზის მოვლენა
მთელი კაცობრიობისთვის არ იქნება ზეციური გასწორება, არ იქნება გარეთა მოქმედება და არაფერი არ შეცვლის იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ყოველ დღე. ჩვენში უნდა აღზადოთ ჩვენ მთლიანობა, სიყვარული, გამჭრიახობა, თვით გაცნობიერება და თავდაბლობა. და რადგან ბევრი თქვენგანი მთელი სოფლიოს მასშტაბით ასრულებენ ამდაგვარ სამუშაოს, ჩვენ მივექანებით მასიურ აღმავლობამდე. ეს ხარისხი, ეს ჭეშმარიტი საბუთველი, რომელზეც შენდება აქტივაცია სინათლის სხეულისა და ახლა ვალიანტი ტორს უნდა მე ხაზი გაუსვა პირდაპირ ახლა იმას, რომ ჩვენ უნდა ჩამოვიშოროთ ყველა დოგმები, ყველა ძველი ასე ვთქვათ წესები, რომელიც ჩვენ გოზრდავს და რომლებიც ჩვენ დაგვაჯერებს, რომ ჩვენ ვართ უძლურნი რამის წინაშე, როდესაც ჩვენ ამ ძველი დოგმებისაგან, ამ ძველი ტრადიციებისაგან, რაც კი ჩვენ გვიშლის ხელს წინ განვითარებაში, მოვიცილებთ თავიდან ამათ ყველაფერს, ამ ისტორიებს, რომელიც ჩვენ ძალით დაგვაძალა ამ ესე იგი მატრიცამ, ძველმა მატრიცამ, ჩვენ თავისუფლებას დავიბრუნებთ და როდესაც ჩვენ თავიდან მოვიცილებთ შიშებს და შეზღუდულ რაღაც დოგმებს და შეზღუდულ ასე ვთქვათ убеждений ჩვენ და მithumetes თავიდან მოვიცილებთ იმ ჩვენში ჩამსა ასოს რომ ჩვენ ვართ გამოყოფილი ღმერთის წარსულისაგან, ჩვენ როდესაც შევიცით ჩვენ დავაწყობთ ჩვენ აზრებს, ჩვენ გავწყდებით და ჩვენ აქტივიზებას განხილეთ იქნება, ეს არ არის რთული. შემდეგი ეტაპი კაცობრიობის ევოლუციისა კომანდორი ვალიანტ ტორის ნათქვამით ეს არის არა უბრალოდ მხოლოდ ცივილიზაციის განვითარება, მხოლოდ განვითარება არა. ეს არის მოგონებები იმაზე, თუ რა არსებობდა ადამიანურ სულში. პირდაპირ ახლა გალაქტიკის მაცხოვრებლებმა შეამჩნიეს, რომ ბევრი თქვენგანი, ესე იგი ჩვენ, უღად დაიწყეს თავიანთი მოგზაურობა. ამიტომ ჩვენ გვაქვს დაგეგმილი მასიური აღმავლობა და ბევრმა აღიარა ეს. თქვენ არა მხოლოდ შეასრულეთ თქვენი სამუშაო, მაგრამ კონცენტრირება შეინარჩუნეთ სინათლე, რომელსაც თქვენ ეძებთ, არასდროს არ წასულა არცად, ის უბრალოდ ელოდება, სანამ თქვენ შეხვალთ ამ სინათლეში. და ეს სინათლე მოთმინებით გელოდათ თქვენო, უბრალოდ თქვენ გაიხსენეთო, ვიყავითო იქამდე, სანამ თქვენ ჩაგინერგესო ეს შეზღუდული მოსაზრებები. ბევრ მუსიკურ ტრადიციებში, როდესაც არსებობდა სეკვენციური სწავლება იმაზე, რომ კაცობრიობა უახლოვდება დასასრულს უდიდესი ციკლისა და ეს ციკლი ხშირად ასოცირდებოდა ბუნიანობის სიზუსტით, ხო, და ეს ციკლი გრძელდება 26,000 წელი და ეს ინტერპრეტირება როგორც ერთი ეპოქის, ცნობიერების ერთი ეპოქის დასრულება და ცნობიერების მეორე ეპოქის დაბადება. და ამ სულიერი სწავლების მიხედვით ყოველი უდიდესი ციკლი, როდესაც თავდება, სრულდება განუსაზღვრელი ენერგიის მოზღვავებით, უფრო მაღალი სიხშირისა, რომელიც გამოდის ცენტრალური მზისაგან ჩვენი მზით. ანუ ის ცენტრალური მზე გადასცემს ჩვენზე და ჩვენი მზით
გადმოგექცემათ ჩვენ და ეს აჩქარებს ცნობიერების ევოლუციას დედამიწაზე. ამის მტკიცებულებები ძალიან ბევრია. ზოგიერთი ამ პერიოდს უწოდეს კოსმოსურ გადატვირთვას. მისტიკური თვალსაზრისით მზის მისტიკური თვალსაზრისით ეს არის სულიერი კარბიჭეები. რობოტმა არასწორად დაწერა. კარგით, მე გეტყვით ახლა სწორად. მისტიკური თვალსაზრისით მზე და მზეები ეს არის ცოცხალი სულიერი კარიბჭეები, გაცნობიერებული ვარსკვლავი, რომელიც მუდმივად გადასცემს სასიცხო ძალას მთელ მზის სისტემას და ამავე დროს რჩება მაღალი გონება, რომელიც წარმოდგენილია გალაქტიკის ცენტრალური მზით და მისტერიის ძველი სკოლები, აგრეთვე ყველა ეზოთერიკური ფილოსოფიის და სულიერი სწავლებების ჩათვლით ყველა აღწერდნენ, რომ რას წარმოადგენს ჩვენი მზე. ეს არის ხიდი, რომლის დახმარებით მაღალი სიხშირეები, ცნობიერების მაღალი სიხშირეები ხდებიან ჩვენ სამყაროში და ეს მოახლოებული ტრანსფორმაცია არ არის კატასტროფა, არამედ ეს არის ევოლუციური შესაძლებლობა მათთვის, ვინც მოძრაობს საკუთარი თავის შიგ. ამდაგორად იმის მაგალითად, რომ მოიტანოს დანგრევა, მომსვლელი სინათლის ტაღა სინამდვილეში ანგრევს ყველაფერ ძველს. შიშის სტერეოტიპებს, გაყოფის სტერეოტიპებს, შესაძლებლობის სტერეოტიპებს, რომლებიც დიდი ხანი დომინირებდნენ ადამიანურ ცნობიერებაში. სინამდვილეში ეს წარმოადგენს ხანძლივ აღდგენას კაცობრიობის საწყის ჰარმონიას შექმნელთან, რომელსაც უწოდებენ გალაქტიკას. ეს დაბრუნება დაშლისაგან ერთიანობისაკენ. მე არ მინდა ახლა არის კიდევ ისეთი რაღაცა, რაც თქვენ უნდა იცოდეთო და ეს ის არის, რომ იყო აღმოჩენილი, რომ გლობალური გროვა, მე არ მინდა მათ უწოდო ელიტა, ეს გლობალური გროვა ეს არის ბაბილონური ძმობა, ბაბილონის შვილები, რომლებიც დრო ამოიწურა, იმიტომ რომ მათ იციან, რომ ჩვენი მზე არის წყარო და აქტივატორი ჩვენი მძინარე გენეტიკისა. და ამიტომ ცდილობენ ჩააბნელონ ჩვენი მზე ქიმიური ტრასებით და მზის სტიმულატორებით. ყველაფერი წესრიგშია, იმათმა იციან, რომ ჩვენ ვუახლოვდებით ამ ციკლის დასასრულს და ძველ ტექსტებში ეს დღე აღნიშნულია როგორც უდიდესი მზის დღე, ანუ უდიდესი მზის ამოფრქვევის ან მოვლენის დღე. ეს სნის თუ რატომ გლობალურიდან დარჩა ის, რაც დარჩა, ანუ გლობალური მართლობიდან რაც დარჩა, ის დარჩა. გლობალური კლიკა ჯერ კიდევ იყენებს ძლიერ ინსტიტუტებს, რომლებიც აკონტროლებენ სისტემებს, რატომ დაეშინიათ კაცობრიობის გამოღვიძების, იმიტომ რომ მათ იციან, რომ უფრო გაცნობიერებული კაცობრიობა ბუნებრივად იქნება მეტი და მათი მანიპულირება იქნება შეუძლებელი. კიდევ იმეორებს ისმენად პარისი, რომ შიში ნიშნავს ჩვენი ველის შეკუმშვას, შეზღუდვას. ეზოტერიკული სწავლებები აგრეთვე ვარაუდობენ, რომ ეს მომავალი სინათლე ურთიერთკავშირში შედის იმასთან,
რასაც უწოდებენ ნაგვეს დნფ-ს და ისინი ვინც ფხიზლობს ჩვენ ვიცით რომ მათში გამოუყენებელი დნმ-ი ჯერ არის სიმშვიდის მდგომარეობაში გენეტიკური მასალა რომელსაც ჩვენ ახლა ვიყენებთ ახლანდელ დროში არ არის ნაგავი ეს არის დნმ-ი რომელიც იყო გათიშული ანუ ნაკებით და რომელიც გათიშა ანუ ნაკვენკე თანამედროვე ბიოლოგია ესმის რომ ესმის ეს ყველაფერი დნმ-ი ასრულებს მრავალ სარეგულატორო და სტრუქტურულ ფუნქციებს და ეს არ არის უარგისი. უარგისი ჩვენ ორგანიზმში არაფერი არ არის. და ეს მძინარე დნმ-ი არის ასპექტი მრავალგანზომილებიანი პოტენციალისა კაცობრიობის და ამ არქიტექტურა კრისტალური სინათლის სხეულისა რომელიც რჩებოდა რაღაც ხარისხით არააქტიურ მდგომარეობაში მრავალი ხანძლივი დროის განმავლობაში ისინი უწოდებენ სრულ მჭიდრო ცნობიერების მდგომარეობად რომელიც ეკვივალენტია სამგანზომილებიანი რეალობის დონისა და რადგან ჩვენ ავლაპარაკით რეალობის სამგანზომილებიან დონეზე მე მინდოდა რაღაცის დაზუსტება სამგანზომილებიანი რეალობის დონე არსებობდა ყოველთვის ის იყო ნაწილი ფიზიკური ან დაბალი დონისა ენერგეტიკული ვიბრაციებისა რომლებიც შეესაბამებოდა გაყინული მატერიის დონეს ატლანტიდის დროს ჩვენი ცნობიერება არ იზღუდებოდა სამგანზომილებიანი დონით ჩვენი ცნობიერება იმყოფებოდა მეხუთე განზომილებაში რა არის ეს რეალობა რომელიც გაფართოებულია ცნობიერებით და აღიქვება დონეზე სადაც თქვენ ხართ მრავალგანზომილებიანი როდესაც ჩვენი ცნობიერება ჩამოვიდა მესამე განზომილებამდე ჩვენ გავხდით შეზღუდული ცნობიერებაში ამიტომ ყველაფერი იმისგან რაც ჩვენ ვიცით სამგანზომილებიან დონეზე ეს ის არის რომ სამგანზომილებიანი დონე არსად გაქრება ის ძველებურად იარსებებს აქ მაგრამ ჩვენი ცნობიერება იმუშავებს ხუთგანზომილებიან და მაღალგანზომილებიან დონეებზე სამგანზომილებიანი დონე აქ უნდა იყოსო რაც დაკავშირებულია მეორე განზომილებასთან ხო და მე რატომღაც ნუ ხო ალბათ გოგები მაგით ამბობენ სამგანზომილებიანი გაქრებაო მაგრამ სამდვილეში თუმე კი არ გაქრება არამედ ჩვენთვის გაქრება ვინც მაღლავა მათთვის გაქრება კი გაქრება მაგრამ ვინც არ აიწევს მესამე განზომილების ზევით ის საკურველი ხედავდეს იქნება და რატო არ გაქრებაო ფიზიკურ დონეზე იმიტომ რომ ის დაკავშირებულია მეორე განზომილებასთან ხო და მეორე განზომილება ეს არის მცენარეული სამეფოს განზომილება გაიგე ესე იგი მცენარეები ყოფილა მეორე განზომილება ხო ჩვენ მაღლაც რომ ავიდეთ ეს მეორე განზომილებაც დარჩება მესამე განზომილებაც რადგან მესამე განზომილება კავშირშია მეორე განზომილებასთან და ჩვენ ბალახები და ისინი იქაც ხო უნდა იქაც იქნება მაღალ განზომილებებში ხო მეოთხე და მეხუთეში მაგალითად იქნება და მე არ ვიცი რა ფორმით იქნება ესე იგი ჩვენ თურმე ფიზიკური მიწა გვექნება თვალწინ პირველი განზომილება კი ეს არის მინერალური სამეფოს დონე ახლა არ დაიბნეთ ფიზიკური დონე მიწისა დარჩება მეორე დონე არის მცენარეები პირველი დონე ეს არის მინერალების სამეფო ესე იგი რა გამოდის მეორე და მესამე განზომილება რომელიც არის ძუძუმწოვარა ცხოველებისთვის
ძუძუმწოვარა ცხოველების სამეფო ყოველთვის იარსებებს, მაგრამ როდესაც ჩვენ აღმავლობას მოვახდენთ, ჩვენი ცნობიერება მომავალში ხო იქნება მრავალ განზომილებიანი არცებები, ხო? ჩვენ ადამიანები გახდებით მრავალ განზომილებიანი ადამიანები და ის ჩვენი ცნობიერება აიწევს მესამე განზომილებიდან უფრო მაღალ განზომილებებში და ინტეგრაციას განიცდის იქნება უფრო დაბალ განზომილებებთან. ანუ ამაღლება უпростულად რა აღმავლობა დამიჩენია. ამაღლება ეს არ არის გამოსვლა ფიზიკური სხეულიდან. არამედ ამაღლება ყოფილა ფიზიკური სხეულის გასულიერება მიღწევის დახმარებით. უფრო ცნობიერების უფრო მაღალ დონეებზე. ზუსტად ამ მომენტში ჩვენ ვიწყებთ ინტეგრირებას ჩვენი მაღალი სულიერი ენერგეტიკული სხეულებისა ფიზიკურ სხეულთან. და ამას ვასწავლიო მე იმათ, ვინც ადისო ჩემ მეცადინეობებზეო და მოდით მე კიდევ ორი სიტყვით, უბრალოდ სიტყვით კიდევ ერთხელ აგიხსნით თქვენ. ხო, მე რომ გოგოებს უსმენთ მაგათ თქვენს რომ მესამე განზომილება, როდესაც გოგოებმა კი არა, ვინ თქვა ეს? გონი ისმალ პრესაც აქვს ნათქვამი, მაგრამ მე იქ ბევრმა შეიძლება არასდროს გაიგოს ეს. ფიზიკურად კი ჩვენ გავიყოფით რეალობებად. რეალური დროის რაღაც ხაზები დარჩება ბოლოს 3 ხაზი. მაგრამ თურმე რომ გაქრეს მესამე ფიზიკური განზომილება, მაშინ უნდა გაქრეს მინერალები, პირველი განზომილება უნდა გაქრეს ბალახები და ცხოველები, ცხოველთა სამყარო, ეს კი მეორე განზომილება. ნუ მესამე განზომილებაშიც არიან გააჩნია ცხოველთა სამყარო და თუ ეს სამივე გაქრება, მაშინ ზედა ჩვენ ვართ ხო ზედა ასპექტები გვყავს ზედა განზომილებებში, ეს ჩვენ ვართ ხო მომავლიდან და ჩვენ თუ ამ წყვილს გავაქრობთ, როგორი არსებობს ხო მომავალი, ესე იგი, აქ რა ხდება? ჩვენ ავმაღლდებით ზოგი მე-5-ში, ზოგი მე-6-ში, ზოგი მე-7-ში, ზოგი შეიძლება მე-12-მდეც კი ამაღლდეს, მაგრამ როდესაც ჩვენ ამაღლდებით, ჩვენი ცნობიერებაც გაფართოვდება და ამაღლდება ხარისხის სიხშირების მიხედვით. და როდესაც ცნობიერება გაფართოვდება, ამაღლდება, ის უკვე იქნება მაღალდონიანი და როგორ ჩამოდიან ჩვენთან, როგორ ხედავთ ჩვენ უცხო პლანეტელებს მითხარით? შემდგომ ეს როგორ ხდება გეტყვით ახლა. შემდგომ ჩვენ რომ ამაღლდებით, ჩვენ ცნობიერებასთან ერთად, ჩვენ ისევ შევალთ ინტეგრაციაში მესამე, მეორე და პირველ განზომილებასთან. რატომ? მინერალები ხო საჭიროა? საჭიროა მინერალები ყველა განზომილებაშია. ბალახები და ხეები საჭიროა. და ცხოველთა სამყარო. ეს საჭიროა. ხო. ცოტათი ახლა მეც გავერკვე ნელ-ნელა. მეც მასე მეგონა რომ პირველი, მეორე და მესამე განზომილებები კრებოდა. თურმე არა, უბრალოდ ჩვენ თვით მესამე განზომილებას ჩვენ ვერ ნახავთ მაღლიდან, მაგრამ ჩვენ ინტეგრაციაში შევალთ ამათთან. ხანდახან ხო ჩამოდიოდნენ ადრე ღმერთები, რომ ჩამოდიოდნენ, აი რა თქმა შორს წასვლა. აგერ ავიღოთ ალენა ბერეგინა, ლეტალია, ოლგა ტანი და ახო მაგალითები. ალენა ბერეგინა მოსულია არტურიდან. იქ მაგი არის პრინცესა. იმისთვის რომ დედამიწაზე დაშვებული იყო, ჯერ დაიბადა პლიადებზე. უფრო დაბალია ვიბრაციით ვიდრე არტური პლიადები. პლიადებზე დაიბადა. იქ უკვე აგრას სახით გაჩნდა პლიადებზე და იქედან შემდგომ მოხდა დედამიწაზე უკვე ალეონას სახით. ხომ გესმით ახლა ჩემი? ანუ მოახდინეს ინტეგრაცია, თუმცა ესენი არიან მაღალ ვიბრაციული ენერგეტიკული არსებები. სუშნსი, სუტი, უпросторად სუტი. მაღალ ვიბრაციულ არსებებს რუსულად უწოდებენ სუტი. ნუ მაგის თარგმანი ქართულად მე ვერ ნახე. არსებებს ამიტომ ვიტყვი არსებებს.
ხო, ეს შემდეგ ეს წავა, ხო. უდიდესი მზის გამოხვეწება, რომელიც ახლა ხდება ჩვენ პლანეტაზე, უნდა გახდესო ენერგეტიკულ გასაღებად, რომელიც სიმბოლურად აღადგენს C კავშირს, ანუ მძინარე პლანტთან კავშირს. მძინარე 12 ძაფიანი შაბლონი, რომელიც იყო თავიდან საწყისიდან ჩვენი, აქვს ამ შაბლონს აქვს არამხოლოდ ბიოლოგიური ბუნება, სინამდვილეში ის წარმოადგენს მრავალგანზომილებიან მოდელს ცნობიერებისა, რომელიც იძლევა საშუალებას რამდენიმე რეალობებში ერთდროულად, როგორც ეს იყო მანამდე, სანამ ჩვენ ჩამოგვაიკვეთებდნენ ჩვენ სტატუსში, ითვლება, რომ მომდინარე ფოტონური სიხშირეები რეზონირებას უკეთებენ უფრო სიღრმისეულ ენერგეტიკულ სტრუქტურას, ზუსტად ის აღვიძებს იმ ფასეულობებს, რომლებიც დიდი ხნით არსებობდნენ პოტენციალში დაარქმის რაღაც ახალს. ამგვარად, ამ პროცესის განვითარებასთან ერთად, ამ ილუზიის გაყოფასთან ერთად, ამ შექმნილი ზავისასთან, ფარდასთან ერთად, რომელიც ყოფს სამგაზომილებიან მატრიცას, მოდით დავარქვათ მას სამგაზომილებიანის კონსტრუირებული მატრიცა, რადგან ის თავიდან საწყისიდან იყო თავისუფალი, ეს სამგაზომილებიანი სივრცე იყო თავისუფალი და ეს არ იყო კონსტრუირებული რეალობა, როგორც ახლანდელი სამგაზომილებიანი რეალობა არა. უბრალოდ თქვათ, რომ ამ სამგაზომილებიანი ფარდის გამოცდილება ზუსტია, რადგან ჩვენ ჩავედით ჩვენ ცნობიერებაში იმ დონემდე, სადაც რეალობას აღიქვამთ, მხოლოდ სამ გაზომილებებში. და როდესაც ეს ფარდა გახდება უფრო გამჭვირვალე ჩვენი მაღლა აწევასთან ერთად, როდესაც ჩვენ შევძლებთ თვით ამის გაკეთებას, თვით რეალობა გახდება უფრო სხვაგვარი აღთქმადი, იმის მაგალითად, რომ ჩვენ გავაიგივოთ ჩვენი თავი ფიზიკურ პიროვნებასთან, რასაც სამწუხაროდ დღეს აკეთებს ბევრი ადამიანი, ისინი ვინც დადგნენ სულიერ გზაზე, იწყებენ გაცნობიერებას საკუთარი თავისა მრავალგანზომილებიან ცნობიერების გამოვლინებებთან, რომლებიც მონაწილეობენ უფრო მასშტაბურ კოსმოსურ ისტორიაში. მე იცით მე ბოლო დროს რას ვამბობ? მე ვარ გალაქტიკის წარმომადგენელი, იმიტომ რომ მე ვარ გალაქტიკის წარმომადგენელი. მე ვარ გალაქტიკის ცივილიზაციის წარმომადგენელი. მე ვარ კოსმოსური ღვთაებრივი წარმომადგენელი. მე ვარ ღვთის ან შექმნელის თანაშემქმნელი, ან თუნდაც ღმერთის სიტყვა ვიხმარო. მეც ღმერთი ვარ. რაღაც თავის გაგებაში ჩვენ ყველანი ვართ ნახევრად ღმერთები. იმიტომ რომ ჩვენში დენა ღვთაებრივი ნაპრწყალი, რაც გვაძლევს საშუალებას და იმ ადამიანებში, რომლებშიც არდეს ღვთაებრივი ნაპრწყალი, მათი ადამიანების თვალები კი არ ბრწყინავს, კი არ არის აზრიანი. მათ ადამიანების თვალები არის რაღაც მოდუნებული, თითქოს და მათი სინათლე ჩააქრესო. აი დააკვირდით ადამიანებს ზოგში ნაპრწყალი არდეს, თქვენ ხელად მიხვდებით რომელ ადამიანში დენა ნაპრწყალი, მათში რომელშიც ადენა ნაპრწყალი, მათი თვალებია ჩამქრალი და იმ ადამიანებში ნახდათ არა ღვთაებრივი ნაპრწყალი. როგორ არა? არიან ისეთი ადამიანები, რომლებშიც არაა ღვთაებრივი ნაპრწყალი, კი არა, სულებიც კი არა. მე ვფიქრობდი, სულ როგორ შეიძლება ადამიანმა სულის გარეშე იცოცხლოს, მეთქი და თურმე ცოცხლობს. და თან მინდა კიდე შეგახსენოთ, რომ ბევრი ბოტები დადის, ბევრი კლონები დადის. ასე რომ ვიცი, იმას, რასაც მე ხა თქვენ გაცხრით, ძალიან რთული აღსათქმელია, ძალიან რთული მოსანელებელია, როდესაც ამდენი წელი ჭურში იჯექი.
ალბათ თუ არ გაქვთ წაკითხული, ალბათ გაგიგონიათ ჩეხოვის ნაწარმოები ჩოლავი ფუტლარი. აი ამ დაგვაქვს ფუტლარში ვიჯექით ჩვენ ყველანი. ნუ თუნდაც ჭური ავიღოთ. რით არის ფუტლარზე ნაკლები? ჩვენი ჭური. ჩვენი ქართული ჭურები, ხო? ხო, ჩმოკარგებო. ისინი, რომლებიც უბრალოდ ისინი რომლებიც გახდებიან პირველი აქტივაციის ტალღის ნაწილები, მათ გაიხსნება ტელეპათია და თუ თქვენ ჩმოკარგებო უცებ გაგეხსნათ ტელეპათია და გესმით სხვისი აზრები, ესე იგი თქვენ მოხდით მაგ პირველ ტალღაში. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს აზრები სხვებს უთხრათ. არა. ეს არის პირადი ინტერესების დარღვევა. და ისევ დამამიწყდა სიტყვა. კონფიდენციალობის დარღვევა. თქვენ გახდებით სრულყოფილი ტელეპათები. ესე იგი, თქვენ მომენტალურად შეგიძლიათ თქვენთან ხალხთან ურთიერთობა დისტანციურად გამოგიდგენიათ. ახლა თქვენ იმყოფებით თბილისში, ხო? მე ხა ვარ ზუგდიდში, ხო? და ჩემ ნათესავს ვინმეს ანაცნობს და უკავშირდები ან ქუთაისში, ან თბილისში, ან კიდე სხვა ქალაქში, ან სოფელში. აგრეთვე თქვენ ტელეპათია არა მხოლოდ ადამიანების აზრის წაკითხვაში გამოიხატებოდეს იქნება, თქვენ გაუგებთ ცხოველ სამყაროს, თქვენ დაელაპარაკებით მცენარეებს, მინერალებს, თევზებსაც კი. დიახ. ამდენგვარად თქვენ იკონტაქტებთ ბუნებასთან დაუბრკოლებლად. ამას გარდა თქვენ გაგეხსნებათ უნარი მომენტალური გამოვლინებისკენ, რადგან თქვენ იმყოფებოდეთ იქნება ჰარმონიაში თქვენ ახალ ახმავლებულ ცნობიერებას და გაცნობიერებას შორის. ანუ სასაზნანი ხო ცნობიერება, ესე იგი თქვენ მაღალ ამაღლებულ გაცნობიერებას და თქვენ ცნობიერებას შორის. ეგ ორი სხვადასხვა რამ არის. ისინი შეესაბამებიან თქვენ განზრახვებს, თქვენ თვით გამოხატვას და როდესაც თქვენ გააქტიურებთ თქვენი სინათლის სხეულებს, ყველაფერი, რაზეც თქვენ ფიქრობთ, ყველაფერი გამოვლინდება ფიზიკურ სამყაროში. აი მაგალითად, მოგინდა თქვენ ვაშლი, რაღაც ძალიან მოგინდათ ვაშლი, ხო და იტყვით. აი ახლა მე მინდა ერთი თებში ვაშლი გაჩნდეს, ისე მინდა ვაშლი. თქვენ ის ერთი თებში ვაშლი გაგიჩნდებათ. დიახ. ოღონდ ცუდზე არ იფიქროთ, ცუდზე ვერც იფიქროთ, იმიტომ რომ თქვენ არ გაგიაქტიურდებათ კარგი, თუ თქვენ ცუდი ადამიანი ხართ. და როცა თქვენ ახვალთ ხუთ განზომილებიან რეალობაში, მიტერ რეალობაში, თქვენ რასაც იფიქრებთ, ყველაფერი გამოვლინდება. ანუ თქვენი აზრები მომენტალურად შეიცხამენ ხორცებს. და თუ თქვენ აკონტროლებთ თქვენ აზრებს, თქვენ ფიქრებს, თქვენ მიიზიდავთ თქვენკენ. ხო, მაპატიეთ, სიტყვა არ გამორჩა აქ. ისე წავიკითხეს ეპირად. და თუ თქვენ არ აკონტროლებთ თქვენ აზრებს, თქვენ მიიზიდავთ იმას, რაც თქვენ არ გსურთ, ხო? მაგრამ მაინც ფიქრობთ ცუდად. ამიტომ ვამბობ, პირველ რიგში თქვენ დაზარალდებით ცუდი აზრებისაგან. თქვენ რა გონიათ ადვილი? არა, რასაკურველი ადვილი? არა ადვილი, იმიტომ რომ კი, ჩვენ შეიძლება მოუწიოთ ვინმეს წენა რამე, ხო? დანაშაული, მაგრამ გულში ხო მაინც რჩება და ხოლმე გაიფიქრეთ, აი ხო, მე მაინც კარგად უნდა ვიფიქრო მაგ ადამიანზე, ამდენი სიმწარე მანახა, ხო? მაგრამ მე ფიქრობ კი, რომ ასე, მაგრამ მე იმასაც ფიქრობ. ეს არის ჩვენი გამოცდილება ცუდის და კარგის და ახლა მე დაუშვა და მოვკალი ის ადამიანი, ხო? რაღაც წენის გამო. ამით ხო მე მის კარმას ავიკიდებ,
პლუს კიდე დამატებით ჩემი კარმა და ორმაგი სიძლიერით მექნება ეს ყველაფერი გამოსასწორებელი. გინდა თქვენ ისევ თავიდან წრეზე იაროთ, მე არ მინდა. მე ჩემ თავს ვუთხარი, მე ამ წრეს ჩავამთავრებ. მე არ მინდა შემდგომში ეს წრე თავიდან გავიარო. ამიტომ მე ვაკეთებ იმას, რასაც ვაკეთებ ხალხო. ამიტომ ვაკეთებ. თან მე მინდა დავეხმარო სხვებს. აი დავეხმარო ჩემ ქართველებს, გაიგონ სინამდვილე. როგორია სინამდვილე, როგორია რეალობა. და ის რაც ჩვენ გონიათ ხანდახან ზედაპირულად მასი არ არის. ზედაპირულად არასდროს განსაჯოთ არავინ და არაფერი. იმიტომ რომ მასი არ ხდება, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ნამდვილად არ ხდება. ხო. და ის უნარები, რომლებიც გაიხოცება მათ, ვინც პირველ ტალღაში მოხდება, ეს უნარები იქნება ცნობიერების გამოვლინება უпростоრად ცნობიერების გამოვლინება და მათ ვერ გააკონტროლეს ვერავინ. ვერ გააკონტროლებენ მათ ქვედა ემოციები. მოსული სინათლე აძლიერებს იმას, რაც უყოდენა ჩვენში ყველაში, ყოველ დღეთაგანში. მხოლოდ გააძლიერებს მოსული სინათლე. და ძველებმა იცოდნენ, რომ მხოლოდ ერთი კოსმოსური ენერგიებით ბევრს ვერაფერს გაწვდებიან. მათ ჭირდებოდათ, ამიტომ მათ იცოდნენ, რომ საჭირო იყვნენ გამტარებლები, ხალხი, რომლებიც ჩაატარებდნენ შიდა სამუშაოს, ხალხი, რომლებიც ვითარდებოდნენ, რომლებიც არ ვითარებდნენ საკუთარ მეს, შიდა მეს. ამიტომ შიდა მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან. უნდა მოიცილო ყველა ეს ძველი დოგმები, დაბრკოლებები, უნდა განკურნო თქვენი ემოციონალური ჭრილობები, უნდა განავითაროთ თქვენი უნარები პატიების, უნდა აპატიოთ, უნდა არ მიაღწევთ ყურადღებას. ჩვენ მტერს ის უნდა ზუსტად ჩვენ რომ კონცენტრირება ჩვენ წყნებზე გამამახვილოთ, ხო? ახლა მე რამდენი მე ახლა ხანდახან ვიხსენებ ჩვენ ძველ ფინას და ხაზიკას და მის ოჯახს, მაგრამ მე ჩემ თავს ვეუბნები, არა ლალი, არ გინდა მაგაზე მიფიქრე და დაივიწყე ყველაფერი. დაივიწყე. მაგაზე ნუ დახარჯავ ენერგიას. ახლა რადგან შენ მოგცენ საშუალება, ხო? როდესაც მე თქვენ ერთ ვიდეოში გითხარით, რომ ივლისიდან ყველაფერი შეიცვლება, მე ვიცოდი, რომ ბინას შევიცვლიდი. ხო, ვეძებდი ბინას, ამიტომ ვიცოდი, მაგრამ მე არ ვიცოდი, რომ ჩემი ახალი სახლის პატრონები მომცემდნენ საშუალებას მე Wi-Fi-ით მისარგებლა უსასყიდლოდ. ცივი წყლის ფულს არ მახტევიებენ. Wi-Fi-ის ფულს, ჯერჯერობით მაინც, არ ვიცი, ჩემი დგომური მეჩხუბება გოგო, გაჩერდი გოგოა, მეც არ მახტევიებდნენ ისინი. აქ ყველა დგომურს ახმარიებენ Wi-Fi-ის და მე ხომ არ ვიცოდი, რომ აი წყალი ცივი წყლის ფულს უსასყიდლოდ იქნებოდა, ხო? იმიტომ რომ წყალი არღეს ვირი, მაგრამ იქ ხაზეკა ყველა სატყავებდა, ყველა დგომურზე თან, თურმე ჩემი ხაზეკა მშდარა ჩემ დენის ხაზზე. წამოგიდგენიათ? აქ დენი დავწერე, ერთი თვე გავიდა ხოლმე ანგარიშში. 7 ლარი და 20 თეთრი ხალხო. თან მე აქ აბანო არა მაქვს, ცხელს ვაცხელებ პლიტაზე. 7 ლარი ხალხო. და იქ ქვეყანას მახტევიეთ და ჩემი ხაზი იქა. ტუტუცი ხალხი, მაგრამ ასვეს რომ გაურჩიოს საქმე რა აზრი აქვს? რამე შევაგნებიე? არა. და კიდევ ბევრი რამე გამოვლინდა. დამანები ეწმანები. კონდეს. პასუხს აგებს მალე ყველაფრისთვის. იმიტომ რომ ქურდებიო და ყაჩაღებლებიო, ვინც ყაჩაღებად იქცევია და ქურდობენ, პირდაპირში ისინი იწუნიან
ახლა თურმე თქვენ არ შეგეშინდეთ თუ ვინმე თქვენ ათესაობაში იმაში ქუდები არიან და არატიებენ თავის საქმეს არ გაგიკვირდეთ პირველ რიგში მაგადაერევია დემონები მაგათ კი არა პირველ რიგში დემონები საერთოდ დემონებს ახლა ალბათ დავალება მისცენ რადგან ეს ხალხი გონზე არ მოდის და მაინც თავისას შადიან მათ დემონები თქვენ არაფერს მოგთხოვენ ვინც მაღალ დონეზეა მაგრამ ვინც დაბალ დონეზეა რასაკვირველია მათ შეაწუხებენ დემონები ისეთი მადლიერი ვარ ხალხო ისეთი მადლიერი ვარ აქაური პატრონებით ნამდვილად ღვთაებრივი ხალხი არიან მართლა გეუბნებით სად ვიყავი ხალხო და სად ვარ ხალხო დრო გასულა ხო კარგით უბრალოდ მომიდა მაცე თქვენზე თქვა რა კარგ ოჯახში მოხდი პატრონები გადასალევი თავისი შვილებით ისეთი გახარებული ვარ მე მართლა სხვა განზომილებაში მოხდი მგონი კი რა მასია ხოდა იმის ქვამიდა და მე ხომ არ ვიცოდი რომ ხო აქ ასე პირობებში მოხდებოდი და მე მინდოდა თვეში ორჯერ ჩამერთო ინტერნეტი მაგრამ მე ნათელმა ძალებმა ისე დამეხმარეს რომ ახლა აჩქარებულია ყველაფერი და რომ მეც აჩქარებულად მოგაწოდოთ ინფორმაცია ეს ინფორმაცია ახალ ინფორმაცია ცხლად რომ მოგაწოდოთ აი მე შემიწყვეს ასეთი პირობები და ისეთი მადლიერი ვარ ნამდვილად ჩემთვის მიუჩვეველია სადაც კი მივდიოდი ყველა მატყავებდა და ჩემი ნაცნობების ახლობების ჩათვლით მათ ხაზიკებზე არ მოსაგზაუბარი რომ ჩვენთვის მიუჩვეველია ეს მდგომარეობა ხო კარგით მოდით გავაგრძელოთ გავთიშორო დაწეროს წყობა ყოველ თქვენგან შეუძლიათ გავლენა მოახდინოს კოლექტიურ აზროვნებაზე თავისი აზრებით, ფიქრებით, თავისი არჩევანით და თავისი მოქმედებით. ორგანულ დროის შკალაზე ხაზზე ხას უსვამს ვარიანტორი კაცობრიობის ევოლუცია იქნება ორგანული და არა ტექნოკრატიული. ეს ევოლუცია დაფუძნებული იქნება იმაზე, რომ ვისწავლოთ, გამოვიყენოთ ჩვენი ცნობიერება, როგორც ახალი ტექნოლოგია. ამდაგვარად ის იქნება იმ ადამიანებით, რომლებიც მზად არიან გამოიღვიძოს, განვითარდეს და იცხოვროს სიბრძნით, მამაცად და სიყვარულით. და ახლა კითხვა დგებაო, ხომ არ იცვლებ არა, მაპატიეთ არასდროს თქვი. და შეკითხვა უკვე დგასო არა იმაში, იცვლება თუ არა კაცობრიობა, არამედ შეკითხვა დევსო იმაში, ამ შეკითხვის აზრი დენაო იმაში თუ მზად ვართ ჩვენ თუ არა, იმისთვის რომ გავააქტიურდეთ. ხო? ცხოველებიც კი არიან მზად, რომ გააქტიურდნენ. ისინი ამბობენ, ჩვენ ვართ მზად გააქტიურებისთვის. კარგით, ის ჩატზე გადავიდა და ამით დავამთავრებ მე დღევანდელ ვიდეოს. მე ბევრი რამე ამოვიღე, მეორდებოდა, მაგრამ მაინც შევეცადე ტექსტი მაქსიმალურად გადმომეცა თქვენთვის. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ყველას გისურვებთ პირველ რიგში ჯანმრთელობას,
შემდეგ ბედნიერებას იყავით მუდამ ბედნიერები, რომ დაიძინებთ. დაწოლის წინ გაღმებარ და გავიწყდეს, დილას გაიხვიძებთ, ღემილით გაიხვიძეთ და არ დაგავიწყდეთ დილის წინ. სამყაროს უთხრათ მადლობა. დროებით.